დღეს ვისაუბრებთ Toshiba-ს 3 სხვადასხვა ტიპის ჭურჭლის საერეც მანქანაზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვიზუალურად ერთმანეთს გვანან, ყოველდღიურ გამოყენებაში თითოეული სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გვთავაზობს. მოდი დავიწყოთ იმით, თუ რა აქვთ მათ საერთო. ყველა მოდელს აქვს ინვერტორული ძრავი. ეს ნიშნავს იმას, რომ მუშაობის დროს ნაკლებ ხმაურს გამოსცემს, უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და დროთა განმავლობაში უფრო გამძლეა. შესაბამისად, თუ გსურს ჭურჭლის რეცხვა ღამით, შეგიძლია მოწყობილობა მშვიდად ჩართო. ახლა კი რაც შეეხება განსხვავებებს. მათ შორის ყველაზე კომფორტული და ჩემი ფავორიტი მოდელია ეს საერცხის მანქანა. მას აქვს ჭურჭლის თვითგამშრობის სისტემა. პროგრამის დასრულების შემდეგ კი კარი ავტომატურად იხსნება, რაც გაშრობას მნიშვნელოვნად აჩქარებს და არ ტოვებს უსიამოვნო სუნს. გარდა ამისა, UV სტერილიზაცია უზრუნველყოფს დამატებით სისუფთავეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ჭურჭლის რეცხვისას და უბრალოდ თქვენი სიმშვიდისთვის. რაც ყველაზე მეტად მომწონს, არის შიდა განათება, რადგან საღამოს ჭურჭლის ამოღებისას ყველაფერი კარგად ჩანს. მეორე მოდელი კი პრაქტიკულად იგივე კლასის მანქანაა. უბრალოდ ჩასაშენებელი ვარიანტია. მინიმალისტური სამზარეულოს მოყვარულებს ფიქრობ განსაკუთრებით მოეწონებათ. მისი მთავარი უპირატესობაა პანელის ინტეგრაცია, რადგან ხედავ მხოლოდ ღილაკებს, დანარჩენს კი ფარავს სამზარეულოს კარი. მესამე მოდელი კი სულ სხვა კლასის მანქანაა. უფრო ვიწროა და ეს არის იდეალური ვარიანტი პატარა ოჯახებისთვის. არც დიდი ადგილია საჭირო და არც ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს. მაგრამ რაც მთავარია ყოველდღიური გამოყენებისთვის საკმარისია. საერთო ჯამში, ჩემი რჩევა მოდელი თქვენი ცხოვრების სტილის შესაბამისად აირჩიოთ. დიდი ოჯახებისთვის და მაქსიმალური კომფორტისთვის 14F6 იდეალურია. თუ დიზაინი და ეკონომია მნიშვნელოვანია, მაშინ 14B4 საუკეთესო არჩევანია. პატარა სივრცისთვის და მარტივი ფუნქციური გამოყენებისთვის კი 10F4 სრულყოფილად გაუმკლავდება თქვენს დავალებებს. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. პროდუქტებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ვიდეოს აღწერაში მითითებულ გმულს. მე კი დროებით გემშვიდობებით.